ისინი დარეკავენ ბრიუსელიდან და მარიონეტული მთავრობა მათ უპასუხებს. დიახ, სერ. თუმცა, როდესაც ისინი მე მირეკავენ, უპასუხობ. არა, გმადლობთ. ეს არის განსხვავება ჩვენ შორის. ბატონო პრემიერო, დღეს დილით პოლიტიკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა გაზაფხულამდე უნდა მოითმინოს, რადგან თუ პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდება და ეს ქვეყანა მალე გახდება ორგანიზაციის წევრი. დიახ, თუ ის პრემიერი გახდება, მართლაც ასე განვითარდება მოვლენები. ქალაქ ბალმაზუივაროსიდან სიმართლე გაჟღერებულა, თუმცა ამის არ უნდა შეგვეშინდეს. პირიქით, უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. თუ უნგრეთის ეროვნული მთავრობა არ გაუწევს უკრაინის გაწევრიანებას წინააღმდეგობას, მაშინ ამ ქვეყანას ევროკავშირში მართლაც შეიყვანენ. ეს თავის მხრივ გაანადგურებს უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორს და უნგრეთის ეკონომიკის ყველა ძირითად საქმდენს. თავად ის ფაქტი, რომ ამ ნაბიჯით ისინი მთელ ევროპასაც გაანადგურებენ, ჩემი პრობლემა არ არის. მათ სურთ საკუთარ სახლებს ცეცხლი მოუკიდონ და ეს მათი საქმეა. ჩვენ უნგრეთს უნდა მივხედოთ და არ უნდა მივცეთ უფლება უკრაინა ევროკავშირში გააწევრიანონ, რადგან ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს. მოკლედ რომ გითხრათ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ისინი დარეკავენ ბრიუსელიდან და მარიონეტული მთავრობა მათ უპასუხებს. დიახ, სერ. თუმცა, როდესაც ისინი მე მირეკავენ, მე მათ პასუხობ. არა, გმადლობთ. ეს არის განსხვავება ჩვენ შორის. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.